მოგესალმებით, ვიწყებთ მორიგ ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. მე წინა გადაცემაში არ ვიყავი, შესაბამისად ხვიჩა კვარაცხელიას ვერ მივულოცე ჩემპიონთა ლიგის მოგება, ვულოცავ. დღეს არ ვყავს რეზი, თუმცა ვყავს სტუმარი გიორგი ჯავახაძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა. სცენარისტი, უკვე პროფესიონალი ჭადრაკის მოთამაშეც მე მგონი შეგვიძლია გიწოდოთ. მე მგონი კი. ხო, სანამ საფეხბურთო თემაზე გადავალთ, სულ რამდენიმე საათის წინ, როცა ამ გადაცემას წერთ მერაბდვალიშვილმა, კიდევ ერთხელ დაიცვა საჩემპიონო კამარი, აუცილებლად უნდა მივულოცოთ, ღამენათებები ვართ და ხო, ქართველ ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენს ალბათ საერთოდ, ვინც კი ვიცით, მივულოცოთ ეს ძალიან მაგარი მოვლენა და უსურო წარმატებები. როგორ ხართ ბიჭებო? გიორგი პირველ რიგში მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ, წარმატება თქვენს პოდკასტს. გადასარევოთ, გამოვედი ძველი დეპრესიებიდან, 5-0-დან გამოვედი და ეხლა კარგად ვარ. ძალიან კარგი. მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გამოიწეროთ გიორგის YouTube არხიც, უჯარიმოდ. და ხო, პრინციპში როგორც სათაურიდან და თავდმელიდან ხედავთ, რადგან საკლუბო სეზონი ჩავაბარეთ წარსულს და დავასრულეთ, დღეს ვაპირებთ, რომ ვისაუბროთ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ჩვენი ნაკრები 21 წლამდე ნაკრები იასპარეზებს, სლოვაკეთში გაიმართება და სულ რამდენიმე დღეში დაიწყება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. პირველად ისტორიაში 21 წლამდელები გავიდნენ ტრადიციული ესეთი კვალიფიკაციით, რაც კიდევ უფრო დასაფასებელია. წინა ევროპის ჩემპიონატი გემახსოვრებათ, რომ საქართველოში ჩატარდა იქ როგორც მასპინძელმა, ისე მივიღეთ მონაწილეობა. აი წელს კი ტრადიციულად კვალიფიკაციით მოვხვდით იქ, სადაც გვინდა რომ ჩვენი ადგილი იყოს და ხო, რას ველით, მე მგონი ყურადღებას მიიქცევს ჩვენი მაყურებლებში და გვინდა რომ ეს თემა რაღაცა დეტალურად უფრო ჩავაანალიზოთ. რას ელი გიორგი პირველ რიგში გითხარ რომ აპირებ წასვლას საერთოდ. ხო, გავაშუქებ შეძლების დაგვარად ევროპის ჩემპიონატს. ველოდები რა, ეს ხა პოლონეთთან პირველი თამაში მგონია რომ გადაწყოთ ყველაფერს. ანუ მან თუ მოვიგეთ ან ფრედ დავასრულეთ, ჩემი აზრით ბოლო ტურამდე გასვლის შანსი ჯგუფიდან გვექნება. თუ წავაგეთ, ალბათ პირველი ტურის წაგების შემთხვევაში რეალურად მერე უკვე ძალიან რთული იქნება. ანუ აი როგორც ახლა თურქეთთან ფაქტობრივად პირველივე ტურში ვწვეთ ჯგუფიდან ვიბრძოლებთ გასვლისთვის, ვიბრძოლებთ დიდ ნაკრებში და ახლავე ეგეთი სიტუაცია, რომ პირველივე ტურში გადაწყდება 80% გადაწყდება და თან ახლა მან თუ მოიგე მერე შეგიძლია უკვე ცოტა დაცვაშიც ჩადგე და იქ რაღაცა ერთი გოლის გატანაზე იჩალიჩო და პირველ ნომრად აღარ მოგიწევს თამაში რა, როგორც წინა ევროპაზე, ხო? ანუ ესეთი დაცვაში კარგად ვიდექით, შვიდად წყნარად ჩვენ შანს ველოდებოდით, ხო? და აი ახლა პოლონეთთან თუ მოვიგეთ და იმედი მაქვს რომ მოვიგებთ, მე უკვე წინ ესე ვთქვათ გასაქცევი აღარ ვიქნებით და ამ ნაკრებთან იცის კარგი მეორე ჩვენ ახლა ბოლო წლებში მე ვეჩვიეთ რომ მეორე ნომრად თამაში ნიშნავს ავტობუსის ჩაყენებას და არ ნიშნავს კარგი აქტიური მეორე ნომერი კიდე სხვა რაღაცა და ამ ნაკრებს შეუძლია ახლა დიდ გუნდებთან ისეთი წარეჭხლეტები და ესე კარგი თან რამდენი წელი უკვე ახლა სვანაძე ნაკრებში მუშაობს და რაღაცნაირად აი გუნდია რა. ხო, გუნდი არის. უბრალოდ აი დაცვა რაც ახსენე რეალურად ჩვენნაირი დონის და საერთოდ ამ სვანაძის ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაცვის ხაზი და დანაკლისი რაც გვაქვს. აი ეგ ცოტა გამიფუჭა ხასიათი სულ რამდენიმე დღის ამბავია. იმიტომ რომ გოგლიჩიძე, იქამდე ლაცაბიძე, იქამდე უგრეხელიძე, აი რაღაცა ერთი მეორეს მიყოლებით გამოკვალთ და თან მაინც და მაინც ესეთი მნიშვნელოვანი პოზიციები რა. შესაბამისად სავარაუდოდ უნდა ველოდოთ, რომ საბა საზონოვი, რომელიც მადლობა ღმერთს რომ დაბრუნდა, ეხა ამ პოსტფაქტუმ ამ ტრამვების მერე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მის დაბრუნება. საზონოვი და ნუ კაპიტანი ხვადაგიანი იქნება ალბათ მისი მეწყვილე. იცი რისი კითხვა მინდოდა შეტევაზეც რო ვისაუბროთ ახლა წინა ევროპის ჩემპიონატზეც რომელიც თბილისში ჩატარდა და არა მხოლოდ თბილისში საქართველოს რამდენიმე ქალაქში მნიშვნელოვანი იყო აი სწრაფი გამქცევები რაც ახსენე იქ ყავდა გოჩოლეიშვილი ეხა გოჩოლეიშვილი არ იქნება ზურიკო დავითაშვილი ყავდა ეხა არ იქნება ალბათ ელი იმას რომ კვერნაძემ უნდა მოირგოს ეგ როლი ყველაზე აქტიურად რომ კონტრშეტევებზე ისეთი მკვლელი ის იყოს კვერნაძე ის არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გრძელნაბიჯიანი ფეხბურთელია საერთოდ. მის ასაკში კი არა საერთოდ.
სერია B-ში ხო, სერია B-ში მინიმუმ. ორნაბიჯში უკვე მოედნის ცენტრიდან მეკარესთან პირისპირ არის ხოლმე გასული. ამიტომ გამქცევია თან დიდია ფიზიკურად, ხო? თითქმის 87 თუ 8 არის, ხო, სიმაღლეში. ხო, ძალიან ის არის დიდი და ესეთი ოსიმენით შეუძლია რომ აი ორნაბიჯში მთელი მოედანი დაფაროს. ამიტომ ეგ პლუსი შეგვიძლია გამოვიყენოთ. თან ბურთსაც კარგად იჭერს ეს ნაკრები. უკვე გაგნიძე ესე ვთქვათ ჩამოყალიბდა ამ გუნდის რაღაცა მოდრიჩადი ჩამოყალიბდა და ზოგადად ტექნიკურები ყოველთვის ვიყავით და ამ თაობასაც არ აკვირა ეგ სკილი. სისტრაფეს რაც შეეხება, ხო, ის ნაკრები ეხლა რა სხვაობაა, ნახე, გაგუა ყავდა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ კორპუსად, სტოლბად ჩაყენებული, ორთაბძოლას იგებდა და გუნდი ამოყავდა. ეხლა როდესაც სიკვდილი ჯგუფი გაგვეჩითა წინა ევროპაზე და ჩვენ აღმოჩნდით იქ სიკვდილი. ცელიანი ხალხი ჩვენ გავიჩითეთ იქ. სხვები ეგონათ სიკვდილი და ჩვენ აღმოჩნდით და ნახე გოჩოლეიშვილი ახსენე, ხო? ზურიკო ახსენე, სწრაფი გამქცევი მოთამაშეები. და ეს გაგუა რომ ამ ბურთს რაღაცნაირად შეინარჩუნებდა ჭიდაობაში, გუნდს ამოიყვანდა და მე ხანი გაიქცეოდა. ეხა ეგეთი სტილი აღარ გვაქვს, რომ იქ ვინმე რაღაცა დროგბამ ბურთი შეიმაგროს და შემდეგ რაღაცნაირად გუნდი ამოიყვანოს. ჩვენ ეხა უფრო მოკლე პასებით ვცდილობთ მოწინააღმდეგის პრესინგის დაძლევას. ხო და ეგ ამბავი ეხა უკვე ის დონეზე რა ქვია პორტუგალიასთან და საფრანგეთთან ეგ მარტივი ამბავი არ იქნება ხა ეს პატარ-პატარა პასებით ამოსვლა. ხო და ვნახოთ ეხა ცოტა საშიში იქნება. გრანდებთან ეგრე ამოსვლის ცდილობა, მაგრამ გვაქვს აი კვერნაძის ის საიდუმლო იარაღი, რომ იქნებ ცოტა გადავაგდოს ბურთი და ერთი მომენტია წინა ევროპასთან შედარებით, რომ მაშინ მამარდაშვილი იდგა კარში და ეხლა მაგდონის მეკარე როცა დგას დაცვის ხაზი უფრო მარტივად მიდის ბურთის წასართმევად, რა იმიტომ რომ აქ რაღაც შეცდომას დაუშვებ და იქ სადღაც გავიდირკე მამარდა მიშველის და ეხლა სამაგიეროდ ხარატიშვილი არის ფეხით თამაში უკეთესი ჯერჯერობით და ისეც მაგარი მეკარეა ხარატიშვილი ხო არა ხაზე ეხლა მამარდას ხარატიშვილი კი არა და შეიძლება სოფლიოში ვერავინ დაუდგეს მაგრამ 1-2-3 ადამიანი და მაგრამ ფეხით თამაში ხარატიშვილი ტოპია აი მარტო ამ კონკრეტულ მომენტს თუ ავიღებთ და ეს ნიშნავს რომ აი ჩვენი მოწინააღმდეგის პრესინგის დაძლევის შანსი ცოტათი მეტია ვიდრე თქვა სხვა მეკარის პირობებში, თუნდაც მამარდაშვილის პირობებში, რომელიც ეხლა სადაც საფრანგეთი, პორტუგალია რო ჯოჯოხეთურ პრესინგს დაგვეპირისპირებს, იქ ხარატიშვილი ამ კომპონენტში უკეთესი ამბავია. მაგრამ მე მაინც ეხლა იმედია 90 წუთი არ გავრისკავთ ეხლა პარი სენ-ჟერმენივით თამაშს და ხანდახან პრაგმატულადაც უბრალოდ კვერნაძეზე გაუშვებს წინ. კიდე მნიშვნელოვანი დეტალი რა არის, იცი? წინა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ამ გუნდს ეტყობა გამოცდილება რომ მეტი აქვს. იმიტომ რომ ხო გახსოვს, როდესაც გადამწყვეტი თამაში ჰქონდა ხორვატიაში, ხა მარტივი არ არის რომელ ასაკობრივ დონეზეც არ უნდა წახვიდე ხორვატიაში ფეხბურთის სათამაშოდ, მარტივი ნამდვილად არ არის და ის თამაში, რომელიც რეალურად პენალტების სერიებამდე ჩვენ მივიყვანეთ, იყო ჩვეულებრივი ნერვების თამაში. და საქართველოს ნაკრების წლების განმავლობაში ხა ჩვენ გვახსოვს, სისუსტე იყო ის, რომ გუნდი ნებდებოდა, რაღაცა ვჩხუბობდით იმაზე, რომ მონდომება ამათ არ აქვს და ასე შემდეგ. იგივე პრობლემა იყო ასაკობრივ დონეზე ზუსტად და იქ ხორვატულ თამაში რაც ჩვენმა ნაკრებმა აჩვენა, ეგ არის ცალსახად დასაფასებელი და იმედი მაქვს რომ აი იმ გამოცდილებას ეხლა უკვე ეს გუნდი გადათარგმნის გაცილებით დიდ სცენაზე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ვიცით რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი არის როგორი მოვლენა, რომ სკაუტები აკვირდებიან ფეხბურთელებს და იმ ევროპის ჩემპიონატიდან შეიძლება რომელიღაცა ფეხბურთელი ვთქვათ, რომელიც თამაშობს ეხლა საქართველოს ჩემპიონატში, აღმოჩნდეს რაღაცა ან საფრანგეთის ჩემპიონატში, ან გერმანიის ჩემპიონატში, ან ასე შემდეგ. ამიტომ ფეხბურთელებისთვის და მონდომების თვალსაზრისით ეგ ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ხო, ნოდარ ლომინაძე არ გვიხსენებია, რომელიც ცალსახად მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ლიდერია ამ გუნდის. ხორვატიასთანაც ძალიან მაგარი საქმეები გააკეთა და საერთოდ შეიძლება არ გამოურიცხოთ, რომ ლომინაძე იყოს რაღაცა X ფაქტორი ამ ნაკრებისთვის. ცოტა სანაკრებო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. სულ სხვა ფეხბურთელია ელიგაში და სულ სხვა ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებში. ეს შეიძლება ლომინაძის ბრალი არ იყოს ელიგაში ისე რომ ვერ გამოიყურება როგორც ნაკრებში და თქვა უფრო დინამოს ბრალი იყოს ბჭყალებში რომ ვერ იყენებს ისე კარგად. ხან არენდებით ყავდა გაშვებული და მაგრამ ნაკრებში სულ სხვა ფეხბურთელია და
აი მისთვის იქნება ეს ევროპის ჩემპიონატი შანსი, რომ სკაუტებს აჩვენოს რა შეუძლია, იმიტომ რომ ცოტა დიდხანს შემორჩა საქართველოს ჩემპიონატს და უკვე დროა რა. არა და მე ძალიან მომწონს. მეც ამ ნაკრებში ყველაზე მეტად ეგ მაგის თამაშის სტილი მომწონდა და კიდე ერთი კითხვა უნდა დავსვათ, ბარემ პროდიუსერი გვეკითხება, რომ ბედოშვილზეც კითხეო. ეგ მინდოდა მეთქვა, მეხსენებინა სხვათა შორის. ბედოშვილი არის ორბის საკუთრება, საფეხბურთო კლუბის, რომელიც ჩემს ვთქვათ საფეხბურთო თვალსაზრისით მეგობრებს ეკუთვნით ეს გუნდი და 1-2 წელი შარშან მითხრეს, რომ ერთი კარგი ბიჭი ყავსო და ჩემი აზრითო უმაღლესაც ითამაშებდაო და ზოგადად ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ ამ დაბალ ლიგებში მესამე, მეოთხე, მეხუთე ლიგაც ხო გვაქვს. იპოვიო ფეხბურთელებსო, რომლებსაც შეუძლიათო ელიგაში თამაში. ცოტა არ დაუჯერეს იმას მე რომ გითხრათ. ხა მეთქი მატეს, ხო იცი შენი გუნდი რო არის, სხვანაირად უყურებ მაინც შენს ფეხბურთელს, შენს კლუბს და მეთქი ხო არ აზვიადებენ ხა ესენი რომ მესამე, მეოთხე ლიგაში არიან საინტერესო ფეხბურთელები და მე ხა წელს რო არენდით გადავიდა გარეჯში. ხო, ეხა უკვე მესამე ლიგას ხა აქტიურად ვერ უყურებ, ხო, ხა ისე როცა თუ ლაივები არის ხოლმე მესამე ლიგიდანაც ორბის YouTube არხიც გამოიწერეთ. ჩვენ მოვიკითხავ აქეთ მე გუნდის ხელმძღვანელობას. ხო და კარგად აკეთებენ მოკლედ საქმეს ამ გუნდში რაც შეუძლიათ სახლიდან მოაქვთული და დამყვებიან ამ გუნდს ეხა ხო და რომ მითხრეს ბედოშვილზე, ხო, დავინტერესდი, მაგრამ მაინც ცოტა მეთქი აზვიადებენ ეხა რა მესამე ლიგიდან პირდაპირ უმაღლესში წავიდეს და დახატოს ეგრე არა ჩავრთე გარეჯის 1-2 თამაში და დაფრინავდა ბიჭი რა და ესეთი ლამაზი ისტორიები, რაღაც საფეხბურთო კონკიას ისტორიასავით არის, რომ მესამე ლიგიდან უცებ უხდება ფეხბურთი. უცებ მიდის 6 თვის წინ ხო წარმოუდგენელი იყოს გავსი რამე წარმოედგინა მის თუნდაც ამ ფეხბურთს ხო ოცნებაშიც ვერ გაიულებდა ხო არც ერთ ასაკობრებში არ უთამაშია და უცებ ჰოპ ევროპის ჩემპიონატზეა და იქ უნდა ეთამაშოს სოფლიო დონის მოთამაშეებს და ამიტომაც ხო ეს ესეთი ის არის რა აი ფილმს რო გადაიღებ ეგეთი ამბავია. ოღონდ ის უნდა ეხა ამ ფილმს კარგი დასასრული უნდა რა რომ იქაც გაიბწყინოს და ეგ იქნება უკვე ჰოლივუდი რა. ხო, ბედოშვილს სავარაუდოდ სვანაძე მოიაზრებს ლაშა ოდიშარიას შემცვლელად. იმიტომ რომ მისი სეზონიდან გამომდინარე წესით ლაშა ძირითადში უნდა იყოს და მე საერთოდ არ გამორიცხავ რომ ლაშა ოდიშარია ამ გუნდის შეტევითი ხაზის ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყოს. იმიტომ რომ მართლა კარგი ბიჭია, თან ეს ფლანგური შეტევები, რომელიც სვანაძის გუნდს ახასიათებს, მისი ტექნიკიდან და სისწრაფიდან გამომდინარე ძალიან კარგად ჯდება და კიდევ ერთ ფეხბურთელი მინდა დროს მიიღებს ორივე. უეჭველი კი. ოდიშარიას რაღაც აწუხებდა და იმედია მოასწრო. ყოველ შემთხვევაში ფინალურ განაცხადში არის, საბოლოო განაცხადი. ნუ დრო ყველა ვარიანტში მიიღებს რაღაც წუთებს ორივე ითამაშებს. შანსი ექნება და თან როდესაც ესეთ გუნდებს ხვდები, როგორც არიან ახლა საფრანგეთი და პორტუგალია, ფიზიკურ გამძლეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ფიზიკურად რო არ გადაიწვან ფეხბურთელები, მე ვფიქრობ, რომ გადაანაწილებს სვანაძე ძალიან სწორად. ერთი ფეხბურთელი, ვინც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ხა მე ცოტა მიკერძოებული ვარ ამ შემთხვევაში, როგორც ფოთელი და ფოთის კოლხეთის გულშემატკივარი, გიორგი აბუაშვილი. დარწმუნებული ვარ, რომ შენ აკვირდები და ხედავ რა მაგარი სეზონია გაბუს. სეზონები ხო, უბრალოდ წელს განსაკუთრებით მაგრად ჩანს. ეგრო ეროვნული ლიგის ბომბარდირიც არის, 8 გოლი აქვს უკვე გატანილი. ფოთის კოლხეთს, ნუ, კარგი დროება ნამდვილად არ უდგას. სულ აქვს 11 გოლი მოკლედ ამ სეზონში გატანილი. ამ 11-დან 8 არის აბუაშვილის გატანილი. და ეს არის ფეხბურთელი, არ ვიცი რამდენად აკვირდება ჩვენი მაყურებელი, მე ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ თავისუფალ დროს ყოველ შემთხვევაში კოლხეთის თამაშებს მივადევნო თვალი. აბუაშვილი არის ფეხბურთელი, რომელსაც ფლანგზე მინიმუმ 2 კაცის მოტყუება შეუძლია. ძალიან კარგი ფლანგელია. და ის მე ვფიქრობ, რომ გორდეზიანი იქნება სავარაუდოდ სასტარტოს ფორვარდი, მაგრამ შეცვლაზე აბუაშვილი თუ ჩაერთვება, ყველანაძემ შეიძლება გადაინაცვლოს ცენტრფორვარდად და აბუაშვილი დადგეს ფლანგზე. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აბუაშვილისთვის ეს ევროპის ჩემპიონატი იქნება შესაძლებლობა, რომ ევროპაში წავიდეს. იყო ევროპაში, პორტუში, მერე მობრუნდა საქართველოში და მართლა კარგი სეზონი აქვს და ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები უნდა უსურვოთ აბუაშვილს. გავიმეორებ, რაც თქვი 3 წლის წინ, რომელ პოდკასტში ვთქვი, არ მახსოვს. ჩვენთან არა. აბუაშვილი როცა გადავიდა მეორე გუნდში, პორტუს მეორე გუნდში. ნუ
მე 18 წელშიც თამაშობდა როგორც მახსოვს და B-შიც იყო განაცხადში და 1-2 მატჩი ითამაშა. მაშინაც თქვი და ეხაც იგივე აზრზე ვარ, რომ საქართველოსდან არ უნდა წავიდეს ფეხბურთელი, ესე ვთქვათ, ბჭყალებში ბავშვის სტატუსით. აი მაგას საუბრობდით ზუსტად. უნდა წავიდეს როგორც ჩამოყალიბებული ფეხბურთელი, რომელსაც უკვე რაღაცა CV აქვს რა, რაღაცა ტიტული თუ ექნება, რაღაცა თასი, ჩემპიონობა ხომთლად, კარგი, მაგრამ რაღაცა ერთი სრულფასოვანი სეზონი მინიმუმ კარგია, რომ 2-3 იყოს. და უკვე წავიდეს იმ სტატუსით, რომ გუნდი არ უყურებდეს ამ ფეხბურთელს, რომ აი თუ გაამართლა, ხო კაი თუ არა და 115 ვიყიდით კიდე მეორე გუნდისთვის და რომელიღაცა ხო გაამართლებს, ეგრე კი არა. ანუ შემდგარი ფეხბურთელი, რომელიც მიყავს დიდი გუნდის გასაძლიერებლად, ან დღეს, ან მომავლის პერსპექტივაში, მაგრამ მიყავს როგორც ფეხბურთელი და არა როგორც ბავშვი, რომ აი ეხლა ჩამოვიყვან 15 ბავშვს ბრაზილიიდან, საქართველოსდან, იქედან, აქედან, კამერუნიდან, დავაყენებ 19 წლამდელებში და ვიღაცა ხო ითამაშებს რა. ხო და ეგრე ბევრი წავიდა ბოლო წლებში. მარტო აბუაშვილი არა რა, აი პირდაპირ რომ აქ ჯერო არაფერი გაუკეთებიათ და პირდაპირ ევროპული კარიერა დაიწყეს და რა გაამართლა რომელიმე ხო აი ჩაწერის დაწყება. მე უწევთ უკან დაბრუნება და კარიერის დავიდან დაწყება. ხო და რავი, ჩემი რჩევა იქნება ახალგაზრდა მოთამაშეების მიმართ. მესმის ახლა რომ ფინანსები შემოდის, ოჯახის ინტერესი შემოდის რაღაცა და ყველა გაქცევაზე არის. მაგრამ ხანდახან იქნებ აი რაღაცა ცოტა მოთხოვნა და მაინც ახლა საქართველოს ჩემპიონატი არ არის ახლა რაღაცა ის საზომი ევროპული კლუბებისთვის, მაგრამ შენ რომ მიდიხარ უკვე რაღაცა ტიტულით, ჩემპიონობით, 2000 წუთი ნათამაშები, 10 გოლი, რაღაცა უკვე ფეხბურთელი ხარ უკვე რა. ის კი ახლა ბავშვი ჩამოვიყვანეთ კი არა. დავიმატეთ ფეხბურთელი. ხო, აი საქართველოს ჩემპიონატი მესმის რომ უმაღლესი დონის ჩემპიონატი შეიძლება არ არის, მაგრამ უმაღლესია რა მაინც რა. ხო, და გამოცდილებას აგროვებ რა, კაცების ფეხბურთია რა. იქ როგორი სიტუაცია იცი, დაძაბულ თამაშიც მონაწილეობა გაქვს მიღებული. იქ ტორპედოსთან გაქვს სტუმრად ნათამაშები, სადაც ეს ხულიგნები ჯუნგლები რაღაცა ჯოჯოხეთს გამოგებული. აი ეგ მაგ ყველაფერს აქვს დიდი მნიშვნელობა. ეხა ნახე ვახოსალია, რომელიც ნიუკასლში მიდის, მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის არის, გამოცდილებით მიდის რა. საქართველოს ჩემპიონატში ლამის 2 სრული სეზონი დაუგროვდა ისეთი, რომ დინამო თბილისის პირველ გუნდში თამაშობს. მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა. აი ძალიან საგზეც ცოტას მოვიცდიდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიდის ფეხბურთელად რა, ჩამოყალიბებული, დიდების მოთამაშე. ხო, აი ნათამაშები აქვს ფეხბურთი რა. ბეტისში არ წავიდა, ნიუკასლში წავიდა. არა, ნიუკასლი ახლა უფრო მძლავრი გუნდია. ნიუკასლში ალბათ არ იქნება განათხოვრებენ. ალბათ განათხოვრებენ. ბეტისში უფრო ქონდა შანსი რა, რომ აი ერედივიზიონში თუ განათხოვრებენ ძალიან მაგარი იქნება. კარგი ადგილია. ნიუკასლს უნყავს ეფილიანტე კლუბი. ერედივიზიონში? აუს ერედივიზიონში ვიტესი ყავდა ჩელსის და ვიტესი გაკოტრდა უკვე. მაკაცი გუნდი არ მგონია რომ ყავდეს ეგეთი. ხო, რაღაც. აი პარკაძეც ჩემი აი პარკაძე ვახსენე ზუსტად ჩაწერამდე. ჯერ აქ არაფერი ისეთი გაკეთებული არ ქონდა და ვიტესი ვახსენეთ ბარემ და იეგოიანზეც გითხარი რაღაც და მე კიდე ერთი კითხვა აქვს პროდიუსერს შენთან. ესე წერს ყველაფერს. ირაკლიზე ვიტყვი რომ ვიტესის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ამ სეზონის. ეხა ჰოლანდიის მეორე დივიზიონი არ არის მაღალი დონის ესეთი რაღაცა ტოპ ლიგა, მაგრამ საფეხბურთო ქვეყნის მეორე ლიგაა და მე ძალიან მომწონს ზოგადად ტოპ ლიგების აი ერედივიზიონი აღარ არის ტოპ ლიგა, მაგრამ აი ტოპ ლიგების და ტოპ ლიგებთან ახლოს ყოფილი ჩემპიონატების მეორე ლიგები ძალიან მომწონს კარიერის დასაწყისად. ქოჩორაშვილი როდესაც თამაშობდა მესამე ლიგაში, მაშინ დავწერე ფორუმ G0, მეთქი ხა ძალიან კარგია რომ აი იქ რაღაცა იყო ლაპარაკი რომ ხო არ ჯობია პოლონეთში წავიდეს, მესამე ლიგაში თამას, რაღაცა უმაღლეს, არა, კარგი ქვეყნის დაბალი ლიგები არის იდეალური ადგილი. რაღაცა ერთ კაი სეზონს ითამაშებს და ეგრევე ხედავენ რა და როგორც კი ქოჩორაშვილი გადავიდა სეგუნდაში, ნუ ეხლა ლა ლიგა 2 ქვია, ხო? კი.
ეგრევე ნასანაკრებოდ საინტერესო მოთამაშე გახდა რა. ანუ ტოპ მაგარი ქვეყნების ქვედა ლიგებში კარიერის დაწყება ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის გონია რომ ძალიან კარგი ტრამპლინი არის, იმიტომ რომ პოლონეთები, უნგრეთები, ეგეთი საშუალო ევროპული ქვეყნები შეიძლება მაგარი სეზონები დადო და მაინც არ გაგიმართლოს რა, ვერ შეგამჩნიონ ან ჩაგეშალოს, ასე რაღაცა მოხდეს რა და მაინც ვერ წახვიდე იქ სადაც უნდა წახვიდე რა და იქვე რო ხარ, ანუ ხელის გულზე გიყურებენ, არის ძალიან კაი. მე დიდი სიამოვნებით, ესე ვთქვათ, გავუწევდი რეკომენდაციას ეგეთ ლიგებს ახალგაზრდა მოთამაშეებს, ვისაც რაღაცა პირველ ნაბიჯებს დგამენ კარიერაში. იდეალური ადგილია, მეორე ლიგები, მესამეც თუნდაც ესპანეთი, გერმანია, ეგეთი ქვეყნები, რომ გერმანიის მეოთხე ლიგა საერთოდ პოლონეთის ლიგას უეჭველი ჯობია. არა, შეიძლება მან ის კი არ არის მთავარი ხ ვინ მოუგებს. ვარშავის ლეგიას შეიძლება ვერ მოუგოს ვერც ერთმა მეოთხე ლიგელმა გერმანულმა კლუბმა, მაგრამ რამის ჩვენ ხო ეგ არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს რომ ეს რაღაცა ნორჩი ტალანტი, ასე ვთქვათ, გამოითალოს და მე ავიდეს მაღალ დონეზე. რამდენი ყოფილა რომ მეოთხე მეხუთე ლიგებიდან ფეხბურთელი ასულა უმაღლეს ლიგამდე, ხო? ხო, სანამ ირაკლი ძალიან მაგარ ადგილზე არის ირაკლი და იქვე შეამჩნევენ იმედი. ახლო მახლო. ხო, იქვე ტრიალებს რა, ანუ დიდ ფეხბურთთან იქვე ტრიალებს რა. ჰოლანდია ხო პატარა ქალაქია და არჰემი იქვეა რაღაც. აიმიგენთან ძალიან ახლოს არის, ამსტერდამთანაც ახლოს არის. და მე მგონი არა გდება, ხო, წელს ვიტეს იქ კი დააკლეს მილიონი. არა გდებენ, არ ვიცი. მე მგონი არავინ ვარდება, არ ვიცი, იმიტომ რომ რა ვიცი, ცხრილებში რო ვნახე, გაგდება რელეგაცია, არავის ეწერა და რას აპირებენ, არ ვიცი, მე მგონი რჩება ვიტესი. თუ დარჩა, ხო, არ მინდა შეცდომაში შევიყვანო მაყურებელი, გადავამოწმოთ მაინც, მაგრამ მე რაც ვნახე ახ საიტებზე, რელეგაცია არ ეწერა არავის რა და თუ დარჩა, კიდე ერთი სეზონიც რო ითამაშოს ვიტესში, არაფერი დაშავდება. მაგრამ დარწმუნებული ინტერესი დივიზიონიდან უეჭველი იქნება. კარგი, სანამ ირაკლი რაღაცას ეძებს და თან ერთი შეკითხვაც აქვს გადანახული, მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. აღწერაში იქნება გიორგის YouTube არხიც და ისიც აუცილებლად გამოიწერეთ. იკა, რა შეკითხვას გვიძებთ? მე მეორე იკას შეკითხვა მაქვს ლუკა წულუკიძეზე. არ გამოიძახეს და უნდა გამოეძახათ თუ არაო? ზუსტად იგივე ამბავი, რაღაცა საუბრობდით, რა რომ ნაადრევად წასულა ჩემპიონატი და როცა ჯერ აქ არ გითამაშია. პირდაპირ წავიდა რუსეთში, ასე ვთქვათ, მაშინ საბურთალო ერქვა, საბურთალოს მეორე გუნდიდან წავიდა პირდაპირ, ხო? მე იქ ტრავმა მიიღო, რაღაცა ერთი განათხოვებაც იყო და მე მოუწია უკან წამოსვლა და კარიერის დაკამბექება, ხო? და ზუსტად იგივე შემთხვევა, აბუაშვილმა მოასწრო მოტრიალება კარიერის და წულუკიძე ახალი ჩამოსულია. და ჯერ რავი, ხო, ასე ვთქვათ, ნახევარი სეზონი აქვს ლიგაში, ჯერ მაღალ დონეზე ნათამაშები, ხო, კარიერაში. ოღონდ ბათუმის დინამოს ლიდერია ამ მოკლე დროშიც. მე თუ მკითხავ, წავიყვანდი, მაგრამ დიდი კონკურენციაც გვაქვს ნაკრებში. მაშინ ის უნდა მითხრა, ვინ ამოვაგდოთ. ვინ უნდა ამოვაგდოთ? ოსიხმაშვილი? ოსიხმაშვილი? საყრდენი გავცვალოთ ფლანგელში. აი თქვათ რომ ოსიხმაშვილის ნაცვლად რომ მითხრა რომ აი ეს საყრდენი წავიყვანოთ, ეგ კამათი შეგვიძლია განვავითაროთ, მაგრამ ფლანგელი წავიყვანოთ საყრდენის ნაცვლად, ეგრე არ გამოვა. ვიღაცა უნდა დავტოვოთ ფლანგელი. ვერ შეთანხმდით. აქ უნდა იჯდე იკა. ვერ შეთანხმდნენ ჩვენი სტუმარი და პროდიუსერი. შეწყდება ხა გადაღება. მაშინ მესამე მეკარე დავტოვოთ. დილით. ხო, მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, სანამ შენ და ირაკლი პერსონალური მასზე გადახვალთ ჩაწერის მერე დარწმუნებული ვარ. რამა სვანაძის როლი უნდა ვახსენოთ, მე მგონი ამ გუნდში, იმიტომ რომ სვანა უკვე ძალიან დიდი ხანია მოყვება ამ ნაკრებს და მისი დონეც საკმაოდ ამახელდა რა, წინა ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული. მე განსაკუთრებით კარგად მახსოვს და შენც გემახსოვრება დარწმუნებული ვარ, ბელგიასთან რო 2-0 ვაგებდით.
და მანდ თუ გახსოვს იმაში ეგრევე half time-ზე გააკეთა ცვლილებები, წიტაიშვილი შემოიყვანა და ანუ რა მომწონს იცი რომ ეს ტიპი თუ ხედავს რომ მატჩის დასაწყისში მაგალითად რაღაც პატარა შეცდომა აქვს დაშვებული შემადგენლობის მხრივ ეგრევე მზად არის რომ ის ანუ არ ელოდება რაღაცა დროის გასვლას ან რაღაცა გადაწყობას ეგრევე მიდის და ამ შეცდომის გამოსასწორებლად ეგრევე რაღაცა ქმედებას აკეთებს. ზუსტად იგივე მოხდა იქაც ბელგიასთან და ის თამაში, დავაკამბეკეთ რა, ქულა ავიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოგებად შეგვეძლო სხვათა შორის და ზუსტად იგივე მახსენდება ხორვატიასთან თამაშზეც. რომ წვალობდით, ვაგებდით, მაგრამ ამის მიუხედავად ისეთი ჭკვიანური სულები გააკეთა და ისეთი ჭკვიანური სულები განახორციელა, რომ მადლობა ღმერთს, დღეს ვართ იქ, სადაც ვართ და 3 დღეში აგერ პირველი მატჩი გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე. ეგ არის ყველაზე კარგი თვისება, რაც შეიძლება მწვრთნელს ჰქონდეს, არ გაჯიუტდეს საკუთარ შეცდომაში, იმიტომ რომ შეუცდომელი არავინაა. კი ბატონო. მაგრამ არა მარტო ფეხბურთში, აბსოლუტურად ყველა სპორტში და ზოგადად პოლიტიკაშიც კი ყველაზე დიდი პრობლემა არის შეცდომაში გაჯიუტება. აი, ყველაზე მეტი ადამიანი ომებში კვდება რის გამო, იცი რომ აი რაღაცა შეტევა წამოიწყე, ჩავარდა და მე ამბობ რომ აი ამ ხელა მსხვერპლი რისთვის გავიღეთ, წამოკიდე. არემ კიდე და უფრო მეტი და აი შეცდომაში ჯიუტდები და უარესები ხდება მე რა. აი რაღაცა პატარა სოფელს სიტყვაზე რო ვერ აიღებენ. ვთქვათ რუსები. ხო და მეტი ვინ უნდა ახსენოზე? შეახოცავენ თქვა აი 200 კაცს ხო? ხო და აი ახლა ამ ხელა მსხვერპლი გავიღეთ და ხო არ მოვეშვებით ეხლა და მე 4000 შეახოცავენ რა და ეგრე ხდება სპორტში ცხოვრებაში რაღაცნაირად ადამიანური ფსიქოლოგიური მომენტი არის რომ რაღაც მსხვერპლს რო გაიღებ მე გინდა რომ ბოლომდე მიაწვე ბოლომდე და შეცდომაში ჯიუტდებით ხოლმე ადამიანები ჭადრაკშიც კი ყველაზე მთავარი პრობლემა არის რომ რაღაც ფიგურას რო გაწევ და დაინახავ რომ სისულელე გააკეთე ან არაფერს არ აკეთებს ის ფიგურა უკან წამოყვანა არ გინდა იმიტომ რომ ხაცა ერთი სულა დახარჯული გაქვს ტემპი ორ სულას კარგა უკვე ხო და დგას რა ის მაინც გიყენია იქ რა ხა ტყილა ხო არ წავიყვანე ეგ კიდე ხო სად ვატარო ეხა ერთხელ ხო მივახარჯე ტემპი სულა და ეხა ხო და ის არის რა ანუ ყველაფერში ეგ პრობლემა გვაქვს ადამიანებს რომ რაღაცა შეცდომას რო უშვებთ იქიდან მოდი ბოლო კი მივხვდით რომ შეცდომა არ ბოლომდე მივყვეთ იგივე არის რაღაცა აზრი შეიცვალო ძალიან რთული აი მაგალითად მე PSG-ში ხვიჩას გადასვლა არ მინდოდა მაგრამ რო დავინახე ხა ბოლოს რო ნახე ხვიჩას გადასვლამდე გუნდის თამაში კატასტროფა იყო მთელი ცხოვრება კატასტროფა იყო და მე ჩავრთე და უცებ სასწაული გუნდი იყო და შევიცვალე აზრი ხوار გავჯიუტდებოდი რომ არა მართალი ვიყავი მთელი ცხოვრება და შეუცდომე არა აუწიე ხელები რომ ძალიან მაგარ გუნდში გადასვლა მე მახსოვდა გუნდი რომელიც იყო ლუზერთა ლუზერი და არ მინდოდა რა თან ახლა ჩემპიონატიც უკეთესი მემეტებოდა ხუჩასთვის მაგრამ წინ არის ყველაფერი ხა ლიგის მოგებაზე მაგარი რა უნდა გააკეთო ხო და მე ცოტა ისეთი გრძელი პასუხი გამომივიდა მაგრამ ულოცავ წვრთნელს რომ ეგეთი ხასიათი აქვს რომ შეცდომას თუ დაუშვებს იქვე გამოასწორებს და მთელი ცხოვრება იმას იზამს რა ქვია იჯიუტებს რომ ეგ სწორია კი ბატონო კარგი მე მგონი 21 წლამდელების თემა ერთი კითხვა დამოწურეთ ძმებზე მანამდე მინდა რომ უთხრა და ვთხოვო ჩვენს მაყურებელს რომ დაალაიქოს ეს ვიდეო და გამოიწეროს ჩვენი არხი და ძმებზე რა სიტყვა მამაგეშულებზე კარგის მეც ვერაფერზე ხო რო რაღაცა რო გაყვეს მე ცოტა არ მომწონს ნუ ეხა ხო ტიპები ერთად ყოველთვის ის არის კარგია მაგრამ ნუ ახლა ცხოვრებაა და იყოფა გზები რა ორი დამოუკიდებელი ადამიანია ეხლა რაც არ უნდა ტიპები სამ და ერთმანეთს გავდნენ იყოს მაინც რა ორი დამოუკიდებელი პიროვნებაა და თავისი გზა აქვს ორივეს რა ღარველაძეების შემთხვევაში ხო ეგრე იყო სულ ერთად უნდათ თამაში და გონი რაღაცა დეპორტივოს ტრანსფერი ჩაიშალა მე მგონი მაგის თუ რაღაც აღარ მახსოვს უბრალოდ ციგნში უწერია ნუ რაღაც მომენტი იყო რა რომ სულ ერთად რომ უნდათ თამაში თურქეთიდან გაიყო მათი გზები ხო თურქეთიდან გაიყო კი აიაქსში წავიდა და ის ბრედაში ხო და ნუ კი გინდა რა ერთად გინდათ ეხა ძმებს და ლეგენდარო იყო თამაში მაგრამ ნუ ეხა ხანისა იქნება ხანასა იქნება რა და პორტუგალია რთული ჩემპიონატია ტალანტისთვის იმიტომ რომ ძალიან დიდი ადგილობრივი რესურსი აქვს ქვეყანას და მან ტალანტის წასვლა ყოველთვის
ისეთ გამოწვევაა რა. იმიტომ ყველა ტალანტია. ხო, ყველა ტალანტია რა და თან ბრაზილიის ბაზარი ფაქტობრივად შიდა ბაზარია. ანუ პორტუგალიის შიდა ბაზარი ხო ტალანტებით გაჯერებულია და პლუს ბრაზილიიდან მოდიან ჩვეულებრივად როგორც ერთი ენა აქვთ და ფაქტობრივად სახლში, როგორც სახლში, ისე არიან ბრაზილიელები. ადაპტაცია არ უჭირს ადაპტაციის პრობლემა არ აქვს და ანუ ორი ყველაზე ნიჭიერი ერი საფეხბურთო თვალსაზრისით ერთ ადგილას იყრის თავს. გაძეძგილი ტალანტებით. ამიტომ ისეთი ვაჟკაცური გადაწყვეტილებაა პორტუგალიაში წასვლა, ძალიან რთულ კონკურენციაში შედიხარ და იმედია გაართმევს თავს ამ გამოწვევას. და მან თუ ჩაჯექი, ესე იგი ძალიან მაგარი ხარ უკვე რა. ახლა იგივე კონკურენციაში თუ შეხვედი და დაიმკვიდრი ადგილი ტალანტების სამჭედლოში, მომავალი სეზონი იქნება მნიშვნელოვანი. თავარია ენობრივი ბარიერი გადალახოს, ისწავლოს ენა კარგად. ხო და მომწონს ორივე ისეთ მე ზოგადად ფიზიკურად ძლიერი მაღალი მოთამაშეები რომლებიც ბურთთან ძალიან კარგად არიან ის არის ჩემი საყვარელი მიმდინარეობა ასე ვთქვათ ფეხბურთში რომ ფიზიკურად თან ძლიერი დიდი და თან ძალიან ტექნიკური მოთამაშე ჩემი საყვარელი კომპლექტაცია ფეხბურთში და ხო ორივე ეგეთია და ნახოთ აბა ეს ევროპაც კარგი ასპარეზი იქნება მათთვის და თან ახლა ჩემპიონთა ლიგაც ექნება ერთს სათამაშოდ და აბა ნახოთ რა. კი ბატონო. კაი, მოდი დასასრულს ნებისმიერ შემთხვევაში შევეხოთ ეროვნული ნაკრების თემას. რამდენიმე დღის წინ ფარერის კუნძულები დავამარცხეთ სახლში თბილისში 1-0 მოუგეთ და დღეს როცა ამ გადაცემას წერთ, სულ რამდენიმე საათში ქუთაისში ბრუნდება ნაკრები 8 თუ 9 წლის შემდეგ მე მგონი პირველად თამაშობს ქუთაისში. სოლდაუთია, რაც ძალიან კარგია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ის, რომ ქუთაისში უყვართ ფეხბურთი თან ძალიან. მოდი, რადგან ჩვენ ანალიტიკური გადაცემა გვქვია, მაინც დავსვამ ამ შეკითხვას. მიზეზები ვიცით, მაგრამ მაინც დავსვამ ამ შეკითხვას. რადგან ეს შეკრება არის ბოლო ოფიციალური შეკრება რეალურად თურქეთთან მატჩამდე და დასაწყისშიც თქვა გიორგიმ, რომ თურქეთთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო და რამდენად ეთანხმებით იმას, რომ დაახლოებით 15-16 ფეხბურთელის გარეშე ვიხილეთ საქართველოს ნაკრები. მესმის ახლა ხვიჩა კვარაცხელიას აქ ვერ გამოიძახებდა შეიძლება, მაგრამ დანარჩენ ფეხბურთელებზე აი რას ფიქრობთ, ხო? იმიტომ რომ თამაშის ხარისხი რეალურად მაღალი არ იყო ფარერებთან. რომ ყოფილიყო თამაშის ხარისხი ძალიან მაღალი. ისტორიაში საუკეთესო მატჩი რო ჩაეტარებინა ნაკრებს რა არა. არაფერს მოგწევდა, ხო? თურქეთთან კონტექსტში, ანუ რა აროში რავს გულისხმობ ეხლა ეს ამხანაგურები რას ემსახურება? სკამის დაგრძელების ფუნქცია აქვს თუ თურქეთთან მომზადების ფუნქცია? თურქეთთან მომზადების ფუნქცია რო არ აქვს, ფაქტია, ხო? სკამის დაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი ამბავია, მაგრამ მე მგონი რომ ეხა მაგაზე ფიქრის დრო ნაკლებად არის თურქეთია მთავარი. სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არასწორი, ეხლა ძალიან მარტივი საკითხია, ჩვენ რა გვენაღმება, თუ თურქეთთან მოვიგეთ, ვიტყვით რომ აჰა, იცოდა კაცმა რასაც აკეთებდა და გამოვიდა. თუ ვერ მოვიგებთ, მოხდება სანიელს მაგის გამო სამართლიანად ჟურნალისტებისგან და გულშემატკივრებისგან, რომ აგერ ბატონო თურქეთის ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით დადის ამხანაგურს თამაშობს ამერიკაში წავიდნენ საერთოდ ამერიკაში ითამაშეს და ჩვენ რა გავაკეთეთ ხო? ანუ ჩვენ არ მოვიქეცით ეგრე. ამიტომ ეს ახლა უსამართლობაც არის რომ ელოდების შედეგს რომ მე შეფასება გააკეთო, მაგრამ ნუ ახლა მწვრთნელის ცხოვრება ეგეთია რა, რომ იღებ გადაწყვეტილებას და მე ამ გადაწყვეტილებაზე შენვე აგებ პასუხს. ახლა მე რო ვიყო მწვრთნელი მე ვაგებდი პასუხს, მაგრამ ახლა მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ იმედია ეს გადაწყვეტილება გაამართლებს. ახლა არჩევანი მარტივი იყო, რომ ცოტა ამოვასუნთქოთ ბიჭებს, თუ თურქეთისთვის მოდი კიდე ერთხელ შევთამაშდეთ, რაღაცა გავტესტოთ, რაღაცა და დავსახოთ, რაღაც კუთხურები გავაუნჯობესოთ, ჯარიმები, რაღაცას ყოველთვის იზავ, ხო? შეკრებაზე რაღაცა ოდნავ მაინც გააუნჯობესეთ. ისე სანიოლმა თქვა, რომ ვიღაცეები უნდა ელოდონ სექტემბერში ზარსო. აქედან დღევანდელი შეკრების გუნდიდან და ვის შეიძლება მოიაზრებდეს. ეხლა მე მეეჭვება ეს ეხებოდეს როგორ ფეხბურთელებს, იცი, ვინც სანიოლის გუნდში ხან არიან და ხან არა. მაგალითად საბალობჟანიძე, მაგალითად ქვილითაია, აი ესენი ზოგჯერ არიან ნაკრებში, ზოგჯერ არ არიან ნაკრებში. მე ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული წინადადება ეხებოდა უფრო ან დებიუტანტებს და ან ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც დიდი ხანია მაგალითად ნაკრებში არ გვინახავს რა. ეგ არის საინტერესო, მე ვფიქრობ, ვის შეიძლება ეხებოდეს ეს წინადადება. ხო, რთული სათქმელია, იმიტომ რომ ეხლა თუ ვინმეს უნდა ვეძებდეთ ჩვენ
სკამის დაგრძელების ეგიდით არის ცენტრალური მცველი და მოედნის ცენტრში გვინდა კიდე ვინმე რომ თქვათ აი ჩაკვე, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი ამ სამს და დანარჩენებს მექვაბიშვილიც დავამატოთ, ანუ ეს 4 კაცი ასე ვთქვათ გარანტირებული და ამის იქეთ ცოტა ის არის, რა ქვია, უბსკურლი არის, ხო? ანუ ამათ უფრო დავაბალანსოთ ასე. ამათთან ახლოს სანაკრებო თვალსაზრისით არავინ არ არის. აქ უნდა ვაგრძელებდეთ სკამს, ხო? და ნუ კიდე შეიძლება თქვათ ვეძებდეთ მესამე ფორვარდს, ხო? თქვათ ჟორჟი, ბუდუ და აი მესამეობაზე ჯერ რაღაც კითხვის ნიშნები არის. მესამე პირობითად, კაცო, შეიძლება მესამე გერქვას და მე უცებ შეუცვლელი ფურცელზე მესამე რა. ხო და მე გელაშვილი ნახოთ ეხლა ქუთაისში მაინც თუ დააყენა. ალბათ დღეს დააყენებს ხო? ესე იგი რაღაცა აი ცენტრალურ მცველს ვეძებთ კიდე ერთს და ეხლა ნიკა გაგნიძეს ჰქონდა კაი ევროპა ძალიან შარშან კი არა და 2 წლის წინ თბილისში შეიძლება ნიკა განიხილებოდეს ერთ-ერთ კანდიდატად რომ თან შეაქო იმაზე პრესკონფერენციაზე შეიძლება ნიკა განიხილებოდეს ერთ-ერთ ისეთ ტიპად ვინც რაღაცა ქოჩორაშვილს ჩამოგავს თითქოს აი box to box-იც როა თან ფიზიკურადაც რომ ნორმალურია რა მე ვფიქრობ რომ ნიკა გაგნიძეს შეიძლება ეხებოდეს ეგ სიტყვები რაც სანიოლმა თქვა ხო აი ნიკაშვილიც ესე არის რა ქვია ცდილობს თავი დაიმკვიდროს საქართველოს ჩემპიონატში იყო ერთი თავით მაღლა ყველაზე უკრაინაში რაღაცა ხან თამაშობს ხან უფრო მეტად თამაშობს მაგრამ ხანდახან არ თამაშობს ანუ იქ ჯერ კიდე დასამტკიცებელი აქვს რაღაცები მაგრამ საყრდენისთვის და ცენტრალური ნახევარმცველისთვის უკრაინის ჩემპიონატი ძალიან კარგია იმიტომ რომ წინ და უკან სირბილი დაუსრულებლად ფიზიკური მომზადება მაღალ დონეზე არის უკრაინაში ხო და ნუ ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში ვჭირდება იღბალი რომ სასტარტოს ბიჭები ყველანი ჯანმრთელად იყვნენ თურქეთისთვისაც და მერე მაგრამ ნუ სანიოლი რო ეძებს ვარიანტებს გასაგებია ხო ვიღაც გამოგაკვდა ყვითელი ბარათით გამოგაკვდა ვიღაცამ ტრავმა მიიღო არიან მოთამაშეები ნაკრებში რომ მაგალითად აი ხვიჩა რო გამოგაკვდეს ხო ვთქვათ აცა ყვითელი ბარათით არა თურქეთთან კი არა რამე სადმე რა მე შენ გეტყვი არ გამოგკვლებია ხო ზურიკოს დააყენებ მის ადგილას ჩაკვეს დააყენებ და ანუ იმხელა უბსკრული არ არის ხვიჩას და სხვა ფეხბურთელებს შორის რამხელაც ქოჩორაშვილსა და მის სხვა ნებისმიერ შორის რა ანუ ქოჩორაშვილი შეუცვლელი არის ანუ ახლოს ანუ მე ხო ნუ მექვაბიშვილმა კარგი პროგრესი განიცადა და ეგეთი უბსკრული აღარ არის მაგრამ იყო მომენტი რომ ქოჩორაშვილის გარეშე სხვა ნაკრები ვართ ქოჩორაშვილი სხვა ნაკრები ვართ რა კიტეც გახდა ეგ ფეხბურთელი რომ შეუცვლელია რა აი თავდასხმაში თქვათ ეხლა თქვათ ჯორჟმა რაღაცას 700 ყვითელი მიიღო და გამოგაკვდა ხო ბუდუ ყავს რა ანუ რაღაცა აქედან აქ არ ჩამოდიხარ რა ანუ აქ ახარ რა ხვიჩასა და დანარჩენებს შორისაც ხვიჩასა და დანარჩენ ევროპელებსაც შორის უკვე დიდი სხვაობა არის მარტო საქართველოში კი არა დედამიწაზეც კი შეიძლება ვერ იპოვო ხვიჩას შემცვლელი მაგრამ ის რომ თქვათ ზურიკო დადგება რა და მაგარი ფეხბურთელი ითამაშებს მის ადგილას ან ჩაკვე გადაიწევს რა ანუ მაინც მაგარ კაცით არ ვიქნები 10 კაცით არ ხარ ხო მაინც მაგარ მოთამაშეს ათამაშებ და რაღაც 1-2 პოზიცია გვაქვს რომ იმის ნაცვლად უნდა მოიყვანო რადიკალურად აი ესეთი ვარდნა გაგეჭიტოს მის პოზიციაზე ამიტომ უნდა დავაგრძელოთ სკამი მაგრამ ეგ ახლა ერთ შეკრებაში და ორ შეკრებაში ეგ ამბავი ან ძალიან უნდა გაგვიმართლოს და უნდა აღმოაჩინოთ ვიღაცა 6 ნომერი ან 8 ნომერი რომელიც თურმე თამაშობს სადღაც არ ვიცი გერმანიის მეოთხე ბუნდესლიგაში ან სადღაც და წამოვიდეს უი ეს როგორ არ ვიცოდით და შემთხვევით მივაგნოთ და რა წყობით ვითამაშებთ როგორ გქონდა ან 4-3-3 დარჩება თურქეთთან თუ ისევ რაც ცენტრალურცველი? ხო, თუ რაც ზუსტად ვიცით. რაოდენობის ხარჯზე მოგვარებული პრობლემების ნაკლებად მჯერა რა, რომ დაცვის ცენტრში გვიჭირს და ამიტომ ჩავამატოთ ხალხი. არ მომწონს ეგ მიმდინარეობა, იმიტომ რომ პირიქით, სადაც უკეთესად ვარ, იქ უნდა ვიყოთ ბევრი. ჩემი აზრით, ვიდრე მაგრამ ხო, მე ვხედავ რომ აღარ უნდა სამი ცენტრალური მცველი თამაში სანიოლს, რაც მომწონს ევროპის ჩემპიონატიდან, გერმანიიდან რომ დავბრუნდი, ილო ბეროშვილთან ვიყავი პოდკასტში და
პირველი რაც გითხრა რომ კაიო ეს ევროპა მოგვეწონაო და აწი რა ვქნათო და მან უთხარი რომ თუ გვინდა შემდეგ ეტაპზე გადასვლა განვითარების უკვე პირველ ნომრად თამაში უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა. თურქეთთან გავიხსენოთ ევროპის ჩემპიონატის მატჩი. გაგვიტანდნენ, დავაჯდებოდით თავზე და მომენტებს უქმნიდით, გავუშვებდით ისე. ანუ დაცვაში დგომამ თურქეთთან არაფერი არ მოგცა. რამდენი შეუტიეთ, იქ შევქმნით მომენტები რა. ხო და თან ეხა თურქეთთან რა თქმა უნდა დაცვაში ფრთხილად უნდა ვიყოთ ეხა თურქეთი ძალიან მაგარი თაობაა და უკეთესი ნაკრებია ვიდრე ევროპაზე იყო ისევე როგორც ჩვენ. იმიტომ რომ მათი ლიდერებიც ახალგაზრდები არიან და დრო მის სასარგებლოდ მუშაობს, ყოველდღე უკეთესები ხდებიან და ჩვენც ეგრე ვართ. ეხა ყველა ლიდერი თითქმის ახალგაზრდა ყავს და პროგრესირებს. შეიცვალნენ თან ჩვენი ლიდერები ძალიან. არდა და ილდისი სიტყვაზე ახალგაზრდებში იმ დონეზე არ განვითარდნენ, რა დონეზეც განვითარდა კვარაცხელია და მიქაუტაძეც. ანუ აი სანამ მოხვიდა ეგ ახლა გამოჩნდება სექტემბერში ვინ უფრო რომელი ნაკრები ვინ როგორ გამოჩნდება ვინ როგორ განვითარდა მაგრამ მე მგონი რომ უნდა გავჯიუტდეთ მანდ უნდა გავჯიუტდეთ და პირველ ნომრად ვეთამაშოთ ეხა ესპანეთს არა მაგრამ თურქეთის დონის გუნდებთან სახლში თან თბილისში ხო გადაჭედილ დინამოზე უნდა მივაწვეთ რა. ოღონდ ფრთხილად მივაწვეთ რა. რაც პატარ-პატარა ნაბიჯებით რო არ დაგვავიწყდეს არის ის რომ გიორგი ლორია დაემშვიდობა ეროვნულ ნაკრებს 17 წლიანი კარიერის შემდეგ ლორის ჩვენი წილი მადლობა უთხრათ ჩვენ თავაზან კარგად ახსოვს გიორგი ლორიას გმირული სეივები და ძალიან სუპერ მატჩები და ბარსელონას და რეალზე დაწერილი ჭორებიან სიმართლეები თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გიორგის არაფერი ეკუთვნის ჩვენგან მადლობის გარდა გაცილებით ლამაზ გაცილებას ვისურვებდი მე პირადად თუმცა სამწუხაროდ არ გამოვიდა მაგრამ იმედია იქნება შანსი და ხო საბახარებაშულს აი არ გამოვიდა კი არა აი მანდ მაქვს აყვედური გამზადებული არ ვიცი ვისთან მაგრამ ვიღაცასთან ორგანიზატორთან ალბათ ფედერაციასთან მაგრამ ნახე პრესკონფერენციაზე გავიგე რომ ლორია ნაკრებიდან მიდიოდა რაღაცა გულად ჩავრთე ისა რა ქვია ვიდეო და რაღაცა გულაჩუყებული ლორია გვეშვიდობებოდა რა და ეგ კამპანია უნდა დაწყებულიყო ჩემი აზრით ერთი თვენახევრით ადრე რომ ხალხო მოდით სტადიონზე ლორია მიდის და გავაცილოთ სავსე ტრიბუნებით რა და მე მაგალითად ეხა მაგ დღეს სტადიონზე ის ოფისი დაცლა მქონდა დაბარებული მყავდა მანქანა ხო და თან ოფისს ვცლიდი თან თამაშს უყურებდი რა და რომ ცოდნოდა რომ ლორია მიდის ნაკრებიდან მაგ დღეს სხვა დღეს ჩავნიშნავდი ავეჯის გადაზიდვას და უეჭველი სტადიონზე მე რას ვფიქრობ იცი მანდ ეგ კამპანია არ იმსახურებდა ლორია ესე იმით რა ქვია ელიგის დასწრებით გაცილებას ეგ თუ ვიცოდით ეგ თუ იცოდა ფედერაციამ და ლორიამ თუ იცოდა რომ აქ მიდიოდა ნაკრებიდან მაშინ კარგი მარკეტინგული კამპანია უნდა ყოფილიყო სოციალებში რომ ქუთაისში სავსე დღეს მე მგონი არ ითამაშებს უბრალოდ ხა არს დაუკრავენ ალბათ მაგრამ მე რას ვფიქრობ იცი ეგ შეიძლება არ დაუკრავენ ეგეც არის იმდენად სანდო წყარომ დაწერა წინა დღეს ჯეოთიმს გულისხმობ რომ მიდიოდა ხო ჯეოთიმა დაწერა წინა დღეს რა არის და მე მგონი რომ მაშინ შეიტყოს უნდა ყოფილიყო რომ ხალხო ვავსებთ დინამოს ლორიას როცოდნო და მე მგონია რომ ეგრე რო ყოფილიყო ლორიას რომ აი საბას ვაპირებთ რომ ალე ყავდეს სტუმრად და საბას ვკითხავთ აუცილებლად. არა მეწყინა, აი ძალიან მეწყინა, რომ ეგრე 7 კაცმა დაუკრა ტაში და რამდენი იყო დასრება 10,000-ი? არ ვიცი სიმართლე გითხრა შენ. ხო, ანუ ცუდი არის ლორიას დონის, ანუ ლორი არის მოთამაშე, რომელმაც ნაკრებში დაასრულა მეკარის 20 წლიანი გადაუწყვეტელი პრობლემა. ლორიამ და რევიშვილმა ერთად მოვიდნენ ნაკრებში და მაკედან დაიწყო პერიოდი, როდესაც ნებისმიერ დარტყმაზე ჩვენი კარის მიმართულებით ესე არ ვიყავით რა, რომ აი 35 მეტრიდან დარტყმულზეც ოპა გადავრჩით ეგრე არ ვიყავით რა. და ზამოვისუნთქეთ რა, რომ კარში მეკარეები ყავდა რა. კი ბატონო. ხო შეცდომები რევიშვილსაც დაუშვია და ლორიასაც, მაგრამ ის მომენტი გადავლახეთ რა, რომ არ დაარტყმევინოთ. ცენტრს რო გადმოცდებოდა მოწინააღმდეგე და არ დაარტყმევინოთ წვიროდით, ეგ დამთავრდა. კარში ყავს მეკარებს შვიდად ვარ რა. საბახარებაშულს მიულოცოთ კიდე დებიუტი, რომელიც ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი. 16 წლის 9 თვის და 2 დღის და მიმახსოვრე ზუსტად და ხო 7 თვის 9 თვის
ესე ეწერა ყოველ შემთხვევაში. ხო, საბას მიულოცოთ, რომელიც გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, დებიუტანტი ეროვნულ ნაკრებში, ესეა, თაობები მიდიან, ახალი თაობები მოდიან. და ბოლოს მადლობა უთხრათ გიორგის, ხო, სტუმრობისთვის. აი შენ რო სამი ცენტრალური მცველი რო გინდა, თუ არ გინდა, არ ვიცი. ხარებაშვილის კარიერა თუ სწრაფად წავიდა წინ, ეგ საკითხი სამი ცენტრალური მცველის შეიძლება გახდეს ისევ აქტუალური, იმიტომ რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერია, მაღალია და სამ ცენტრალურ მცველში რო რამე აქ მესამე ცენტრალურ მცველად შეიძლება გამოიყენო, აქ შეტევაშიც აქტიურად წავიდეს და დაცვაში, ანუ ფაქტობრივად ორნახევარი ცენტრალური მცველი თვითონ. ანუ ეგეთი ფეხბურთელები თუ გეყოლება, თუ ეხა მივიხარებაში რომ სწრაფად, ძალიან სწრაფად გავითარდა და დაიწყო უმაღლეს დონეზე თამაში. ხა სამი ცენტრალური მცველი ცუდი კი არ არის, ეხა ინტერი თუ ხარ და რა შესაბამისი მოთამაშეები თუ ყავს, ჩვენ ხა სამი ისეთი ცენტრალური მცველით როცა თამაშობ, რომელსაც არც ერთ პირველი პასით კაი შეტევის დაწყება არ შეუძლია, ეგ არის პრობლემა, თორე ეხა თუ გაგეჭითა გუგლიჩიძე ავიდა ძალიან მაღალ დონეზე და აქეთ ხარებაშვილი ავიდა მაღალ დონეზე და სამი ცენტრალური მცველი აღარ არის შეტევაში გამოკლებული ტიპი. ანუ ჩვეულებრივად მიდის და ამწვავებს და ასწრებს უკან ჩამოსვლა და იყოს სამი ცენტრალური მცველი, კაცო, რა პრობლემა არის. თან გვინახავს ეგ, ხო გახსოვს კაკაბაძეს რო აყენებს ხოლმე, აყენებდა და ფლანგზე ან გოჩოლეიშვილი იდგა, ან შეიძლება საბალობჟანიძე დამდგარიყო და უპირატესობა იქმნებოდა იმის ხარჯზე, რომ ლობჟანიძე ადიოდა გარემარბა და კაკაბა ეხმარებოდა. თან ეგ მარჯვენა ხდება და მარცხნივ კიდევ უკეთესია, თუ წავიდა აზაროვი წავიდა, ხარაბადა და იქ ხვიჩა დახვდა და ეგ სამკუთხედი შეიკრა, უკვე მარჯვენა მერე ის ხდება რა ქვია. თან სანიელს უყვარს მაღალი მცველები ფლანგზეც და ცენტრშიც. უყვარს რა დავინახეთ პრობლემა რომ უწევს რომ უყვარდეს, უწევს მინიმუმ. დავინახეთ რომ თავზე გვიჭირს შეტევაშიც და დაცვაშიც სტანდარტ კუთხურებზე გვიჭირდა, ჯარიმებზე გვიჭირდა ორივე მხარეს მოედნის შეტევაშიც და დაცვაშიც და გამოსავალი მოძებნა ესეთი რომ მოდი ფლანგზეც დავაყენოთ 2 მეტრიანი კაცი ლოჩო და გაიტანა გოლი და პირიქით სტანდარტით მოვიგეთ თამაში რა. ეხლა შეიძლება ჩვენ ისავართ რა ქვია ქართველებს ძალიან კარგი ესე გემოვნება გვაქვს და მარსელო და დანიალვეში უფრო მოგწონს ფლანგზე ვიდრე 2 მეტრიანი კაცი რო დარბის, მაგრამ ეხლა წვრთნელს ისა აქვს რა დილემა აქვს რომ ანუ სიმაღლეში თქვათ კუთხური დასაცავია, საჭიროება მოითხოვს ეგრე თორე იმიტომ ხარებაშვილი ის არის, თან მაღალიც არის, თან ნორმალურად მიდის შეტევაში რა. 17 წლისა, კაცები 25 წლამდე. ანუ შეიძლება ისეთი ფლანგის მცველი გაგვეჭითოს, რომ სანიოლი დაწყნარდეს, რომ მაღალიც ვყავს, თავზე სათამაშოც და თან შეტევაშიც კარგად მიდის და ის რა ქვია, იანკოლერი აღარ დავაყენოთ მარცხენა მცველზე და ხო და ანუ ხარებაშვილი ნასანაკრებო მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ძალიან გვჭირდება ეგეთი მაღალი კარგი აი ხარაბაძის კარიერა რო წასულიყო კარგად მარცხენა მცველზე, აი ეგ იქნებოდა კიდევ იდეალური ვარიანტი, რომ თან მაღალი და თან ძალიან ძლიერი ტექნიკური რა. ხო და კაი, არა შეიძლება ისე მაგრად წავიდეს საქმე, რომ აზაროვის დაყენების უფლებასაც მივცეთ თავს რა, რომ ისეთი მაგარი ცენტრალური მცველები დავაყენოთ, რომ ისა რა ქვია, აღარ გჭირდებოდეს მარცხენა მცველზე 2 მეტრიანი კაცი და მშვიდად წყნარად აზაროვი დავაყენოთ. მე ძალიან მომეწონებოდა რომ იყოს აზაროვი, ხარებაშვილი, გოგლიჩიძე და გოგლიჩიძე კი არა და ხო გოგლიჩიძე და გოჩოლეიშვილი. შენ ერთი ცენტრალური მცველი თამაში გდომებია და ქეფა. კაია, შოტლანდიასთან ნუიზა მაგას და ისე, კაია. აი დღეს კაპოვერდესთან თუ გინდა თუ ჩაასწრებ ქუთაისში, გახსოვს შოტლანდიამ ყველა თავი რომ მოგვიგო, ყველა ჩაწოდება რომ პრობლემა იყო. ანუ შოტლანდიელები ეგრე თამაშობენ. წავედით ნელ-ნელა დასასრულისკენ. მადლობა გიორგის პირველ რიგში სტუმრობისთვის. გამოიწერეთ მისი YouTube არხი, აღწერაში დაგვხვდებათ ლინკი აუცილებლად. ჩვენი YouTube არხიც გამოიწერეთ, ძალიან გაგვიხარდება. წარმატებები უსურვოთ ეროვნულ ნაკრებს დღეს ქუთაისში და წარმატებები უსურვოთ 21 წლამდელებს. მაშინ უფრო მეტი წარმატებები. ხო, ნაკრების წარმატებებს უსურვოთ 21-ს, იმიტომ რომ კაპოვერდეს ისეც მოუგებენ. ვიცი, ქუთაისელები
გაგულახავენ ხა რომ დამდენი წლის მერე ნაკრები ჩამოვიდა და არაუშავს კაცო რაც იქნება ეროვნული კლასიკად არა მოსაგებად არის ხალხი მისულის და კი სავსეა სოლდაუთია და ძალიან კარგია ეგ კარგი მოკლედ მოვიკითხავთ ჩემს ქუთაისს აუცილებლად შემდეგ ჩვენ სავარაუდოდ შევხვდებით ზუსტად 21 წლამდელების თამაშების შემდეგ ჯგუფური ეტაპის თამაშების შემდეგ და ვიმედოვნებ რომ შევხვდებით კარგ ხასიათზე უკეთესი გეუბნებით ამბატი წარმატებაც იმო არა არ შვებით ამბობ როგორც კიდე დროებით